ფულადი გზავნილების მოცულობა ივნისში წლიურად 12%-ით გაიზარდა და $315 მილიონ გადააჭარბა. ეროვნული ბანკის მონაცემებით ფულად გზავნილებში პირველ ადგილს ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს, საიდანაც $59 მილიონი გადმორიცხული, რაც 23%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მეორე პოზიციაზე იტალია 52 მილიონი დოლარით, მესამე პოზიციაზე კი რუსეთი 51 მილიონით. თბილისის მერია მოქალაქეებს ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლების პროგრამით სარგებლობისკენ მოუწოდებს. კახაკალაძის თქმით, მუნიციპალიტეტი იღებს პასუხისმგებლობას, რომ პროგრამის ფარგლებში ახალი კორპუსების მშენებლობა ბოლომდე იქნება მიყვანილი. შეგახსენებთ, რომ 14 ივლისს თბილისში სადგურის მოედანზე საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ნაწილის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა და 1 დაშავდა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმო გამოავლინა. ამავდროულად ინსპექტირებისას დადგინდა, რომ სურსათის წარმოებისას დარღვეული იყო ჰიგიენის ნორმები და სურსათის უვნებლობის დადგენილი მოთხოვნები. ამოღებული და დალუქულია პროდუქცია, მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა. როგორც სააგენტოში განმარტავენ, ინსპექტირების ჯგუფები არარეგისტრირებული რძის გადამამუშავებელი წარმოებების გამოვლენის მიზნით კონტროლს ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ. წელს რძისა და რძის მწარმოებელ ბიზნეს ოპერატორებთან ჩატარდა 3580 სახელმწიფო კონტროლი, გამოვლენილია 32 არარეგისტრირებული საწარმო. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ღონისძიების გაუქმების, გადადების შემთხვევაში თანხის სრულად დაბრუნების სტანდარტი დაადგინა. გადაწყვეტილებას სააგენტომ ტიკეტ ჯისა და ბილეთების ჯის მხრიდან მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონის დარღვევის ფაქტის საფუძველზე მიიღო. საქმის შესწავლის პროცესში დადგინდა, რომ კონკრეტული ღონისძიების გაუქმების დროს მომხმარებლებმა მხოლოდ ბილეთის საფასური დაიბრუნეს. პლატფორმის მომსახურების საკომისიოს გამოკლებით, რაც ბიზნეს-სამომხმარებლო ურთიერთობის ბალანსის დარღვევაა, რადგან მომხმარებელი საკომისიოს გარეშე ბილეთს ვერ ყიდულობს და ორივე ქმედება ურთიერთ დაკავშირებულია. სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრეებს დაევალებათ 1 თვის ვადაში მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამონ. ლენტეხის მუნიციპალიტეტში ცანას ტერიტორიაზე დარიშხანის შემცველი ნარჩენების სარკოფაგის მშენებლობა მიმდინარეობს. მიზანი ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტაა. 50500 კუბური მეტრის მოცულობის სარკოფაგის მშენებლობა 2026 წლისთვის დასრულდება. ცნობისთვის, ლენტეხის მუნიციპალიტეტში დარიშხან-შემცველი ნარჩენებით გამოწვეული ეკოლოგიური პრობლემა 1990-იანი წლებიდან არსებობს. მას შემდეგ, რაც ყოფილი სამთო-ქიმიური ქარხნები დაიხურა და სახიფათო ნარჩენები ღია ცის ქვეშ, ყოველგვარი კონტროლის გარეშე დარჩა.